პლასტმასი სიმბოლურად გამოხატავს პროგრესს, ადამიანური გამომგონებლობის ტრიუმფს. ეს არის მსუბუქი გამძლე მასალა, რომელიც შექმნილია მარადიული სიცოცხლისთვის. მაგრამ ჩვენ, როგორც ადამიანებს, გამოგვრჩა რაღაც მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ შევამჩნიეთ, თუ როგორ დაიწყო ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად შექმნილმა მასალამ, პირიქით, მათთვის საფრთხის შექმნა. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად არასაკმარისად აფასებენ პლასტმასის მიერ შექმნილ რეალურ საფრთხეს. ბევრი მას უბრალოდ გარემოს დაცვით პრობლემად მიიჩნევს, როგორც პლაჟებზე მიმოფანტულ ბოთლებს და ზღვაში მოტივტივე ნაგავს. დიახ, ეს ყველაფერი აბინძურებს ჩვენს პლანეტას. მაგრამ მხოლოდ დიდი პლასტმასის ნაწილაკები ვერ ანადგურებენ მთელ ბიოსფეროს, მათ შორის კაცობრიობას, მიკროსკოპული ნაწილაკებისგან განსხვავებით, რომლებშიც ისინი საბოლოოდ იშლება. ეს პლასტმასის ბოთლი. ამ ფორმით ის არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ეს მყარი ობიექტი იშლება მიკროსკოპული ფრაგმენტების მასად. თუ ეს ნახევარლიტრიანი ბოთლი დაიშლებოდა მხოლოდ 1 მიკრომეტრის ზომის პლასტმასის ნაწილაკებად, მათი რაოდენობა დაახლოებით 10 ტრილიონი იქნებოდა. თუ ყველა ეს ნაწილაკი ერთდროულად შეაღწევდა ადამიანის უჯრედებში, ეს ერთი ბოთლი, ნანონაწილაკების სახით წუთებში გაანადგურებდა ადამიანს. მიკრო და ნანოპლასტმასები საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. და სიცოცხლის ქვეშ ჩვენ გულისხმობთ არა მხოლოდ ადამიანის არსებობას, არამედ მთელი ბიოსფეროს არსებობას. მეცნიერები განგაშის არსს რეკავენ, ამ ნაწილაკების ზემოქმედება უკვე იწვევს არა მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესებას, არამედ კაცობრიობის ფიზიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციასაც. სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ მიკრო და ნანოპლასტიკური ნაწილაკები დაკავშირებულია დაავადებების განვითარებასთან, გენეტიკურ მუტაციასთან და ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის გაზრდასთან. ზოგიერთი მეცნიერი მცირე პლასტმასის ნაწილაკებს კლიმატურ ანომალიებთან, სტიქიურ უბედურებებთან და სეისმურ აქტივობასთანაც კი აკავშირებს, რადგან ტრილიონობით მიკროსკოპული ნაწილაკი ურთიერთმედებს გარემოსთან. დროთა განმავლობაში მათ შეიძლება გამოიწვიონ ჩვენს პლანეტაზე დაუსახლებელი ზონების შექმნა. და ეს ყველაფერი იწყება მარტივი ჯაჭვური რეაქციით, როდესაც პლასტმასი, ისევე როგორც ეს პლასტმასის ბოთლი, იშლება მიკრო და ნანონაწილაკებად. ეს ფილმი ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგია. ჩვენ განვიხილეთ ასობით სამეცნიერო ნაშრომი და ათასობით ფაქტი, რათა ვუპასუხოთ ძირითად კითხვებს, რატომ არის პლასტმასი ასეთი საშიში, როგორ შეუძლიათ პლასტმასის ნაწილაკებს სიცოცხლის ქსოვილის განადგურება და რა შანსია, რომ კაცობრიობამ რამე მოიმოქმედოს ამ მხრივ. დღეს მხოლოდ რამდენიმე ასეული, შესაძლოა რამდენიმე ათასი ადამიანი ნამდვილად ხვდება ამ საფრთხის მასშტაბებს, ძალიან ცოტა 8 მილიარდი ადამიანით დასახლებული მსოფლიოსთვის. თუმცა ამ დოკუმენტური ფილმის ნახვის შემდეგ თქვენ ერთ-ერთი იქნებით იმ მცირე რიცხოვანთაგან, ვინც ხვდება, თუ რა ხდება სინამდვილეში. ეს არის ისტორია იმისა, თუ რატომ უწოდებენ ნანოპლასტმასის შემსწავლელი მკვლევარები მას ნომერ პირველ მკვლელს და როგორ ცვლის ის უკვე ჩვენს მომავალს.